გასავლებით დღეს 7 სექტემბერია და ჩვენი შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დაიწყო. მიეგებეთ ბატონი გიორგი მასალკინის ექვსეული ეკონომისტი დავით სხალაძე, არქეოლოგიისა და ისტორიის სტუდენტი სოტლე ირემაძე, მეცამეტე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მომავალი ასტრონავტი კესო ცეცხლაძე, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი გიორგი ბერიძე და ასევე ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი ნიკა ჯიბლაძე და ბატონი კაპიტანი, ყველასათვის საყვარელი ფილოსოფოსი ბატონი გიორგი მასალკინი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორი განწყობა გუნდში ბატონო კაპიტანო? საბრძოლო, თუმცა პირველი თამაშის შედეგი ცოტა რთულია. გუნავთ, ხო? თუმცა ეს გუნდს არ უნდა გააგოროთ. ვეცდებით რომ კარგად ვითამაშოთ. ძალიან კარგი, თუ მზად ხარ და საბრძოლო შემართება, მაშინ ჩვენს გონიერ მზრიალას ხო დატრიალდეს და მანამდე ჩვენ ვისაუბროთ. ბატონო გიორგი, თორა გაგაყვირვათ ჩვენმა გონიერმა მზრიალმა. აი, ასე აკარგვინებს სამუშაო ადგილებს ადამიანებს ახალი ტექნოლოგიები. კარგი, ნახოთ რა მოვიდა ჩვენი პირველი შეკითხვა. აბა, ვინ საიდან გვისვას პირველ შეკითხვას? სტანდარტული შეკითხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზრიალა ისევ მოთამაშეების მხარეზეა. მოისმინეთ პირველი შეკითხვა. ინგლისელმა კვლევარმა და მოგზაურმა რობერტ სკოტმა ერთი მოგზაურობის დროს გადაწყვიტა ძაღლების ნაცვლად პონები გამოეყენებინა. მართალია ცხოველები ხშირად დაჰყავდათ ექსპედიციებში, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ჭკვიანური გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა და ექსპედიციაც ჩაიშალა. ვინც ამ ამბის შესახებ დაწერა, აღნიშნავს, პონებს სჭირდება თივა და არიან ძალიან მძიმე, ხოლო ძაღლებს ხორცი შეუძლია მიირთვან და თავისი მკვდარი მეგობარიც კი შეუძლია საყვებად გამოიყენონ. ყურადღება, კითხვა. რისთვის სჭირდებოდა პონები რობერტ სკოტს დრო? აი ისა გაქვია, ამუნცენიდა ის რომ მივიდა რაფერ სამხრეთ ოლზე, სამხრეთ ეს ერთთვის დაგავიდა და მოკდა. სამხრეთ ოლზე მისმოვდა და ეს იმას უაკეთებდა, თივა ვერ წაიღო საკმარის და ვერც ისინი ვერ ხო, და სამხრეთ ამუნცენი ძაღლებს ყავდა, თვითონაც ჭამდა და ეხლა ხო, რატო არჩია ცხენები? რისთვის სჭირდებოდა და სამხრეთ ოლზე მისასვლელად რა? ძაღლები ხო ნაცადები. ანუ ძაღლები ხორცს ჭამდებოდა და თქვა თივა უძლებს მოსაუბრება პონები, რისთვის სჭირდებოდა ძაღლები სამხრეთ ძაღლებს ძაღლებს მოშივდეთ და მოხდეს შეჭამე მე. ეგ იცოდა ამუნცენმა და ამუნცენი ამას არ გუშინდა. ხო და ეს ამუნცენის მერე მივიდა. პონები სჭირდებოდა სამხრეთ ოლზე მისასვლელად. ამა საბედისწერო და უკან ვერ თან მოკდა მარში იყო და ძიმე მოკდა. არისო პონებიო, ხო? ეს ვერ წაიღო რა. სამხრეთ ოლზე პირველ მივიდა სკოტ ბროდ მოკდა. არა, პირველი ამუნცენი მივიდა, სკოტი მივიდა ერთი. ეს მივიდა ჩაიშალა ექსპედიცია. ხო და ჩაიშალა მოკდა ყველა. სამხრეთ ოლისთვის მიზეზ ხო კითხვა ხო ისთვის სამხრეთ ოლზე მიგზავნა რა. სხვა რა შეიძლება იყოს რისთვის სჭირდებოდა. ხო რა თოვლი იყოს იმძიმე და შეიძლება. ანუ ხო შეიძლება ხო. პონები ძაღლებს დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო. ვინ უპასუხებს? ამ შეკითხვას უპასუხებს ცოტნე. ბატონო ცოტნე. რისთვის სჭირდებოდა და ჩვენი გუნდის პამერსია იყო და პასუხი იქნება რომ მას სკოტს სჭირდებოდა, რობერტ სკოტს სჭირდებოდა სამხრეთ პოლუსზე მისასვლელად, ხო, სჭირდებოდა სამხრეთ პოლუსზე მისასვლელად. ეს იყო მისი მიზანი, რომელიც ამუნცენმა შემდგომში დაასრულა. და ბატონო ცოტნე,
საიდან მიდიოდა ამ მიახლოებით საიდან შეიძლება წასულიყო სამხრეთ პოლუსზე ეს ადამიანი ინგლისელი მკვლევარი რობერტ სკოტი ინგლისელი მკვლევარი საიდან მიდიოდა არ ვიცი სავარაუდოდ ინგლისიდან ისე ინგლისიდან მიდიოდა ინგლისიდან როგორ უნდა ვიყვიდე შეგეძლო ფონებით მიდიოდა გემით გემით მიდიოდა ჭირდებოდა ფონები და სჭირდებოდა ფონები ჭირდებოდა სამხრეთ პოლუსზე მისასვლელად გემის ამ თუ ის ლოგიკა ის არ მე ვცდილობ სწორი პასუხი გამოვთხოვოთ ფაქტობრივად, იმიტომ რომ გამიჭირდება თქვა რომ არასწორი პასუხია, თუმცა უღარ დამიკონკრეტოთ აუცილებლად. ამ ალღებს და რაღაცებს პონები უფრო მარტივად უძლებენ ვიდრე ახლა. აუ ეს ხო ის პერიოდია, როდესაც გერმანია ნავებს წენას გემებს ძირავს და ხარ შეიძლება რომ მაგის გამო რომ ძაღლები ყურადღებას იცევდნენ და ყიფით რაღაც გაჭრიდა ბოლომდე ის. კარგი. მოდი ასე. ის დატოვება. ოისმე პასუხი მიღებულია სამხრეთ პოლუსზე მისასვლელად. სამხრეთ პოლუსზე მისასვლელად. სამხრეთ პოლუსზე რა თქმა უნდა მივიდოდნენ გემებით, ხომალდებით. თუმცა იქ პოლუსზე თვითონ გადასაადგილებლად ხმელეთზე იყენებენ რას პატრონცობდნენ? მარხილს და ძაღლებს თუ აქამდე აბავდნენ მარხილში, მას ეგონა პონები ამ საქმისთვის უკეთ გამოდგებოდა. სწორი პასუხია მარხილში შესაბმელად ჩრდილო პოლუსზე, თითო პოლუსზე გადასაადგილებლად. შეგვიძლია დარბაზს გითხოს, რომელიც მე მგონი თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტს მაინც. ამიტომ მე მოვიხსნია პასუხისმგებლობას, აი მოუყვეთ სამი წარმომადგენელი საკმარისი იქნება. არ ვიცი, მოდი ჩაითვალოს თუ არა ეს პასუხი? ჩემიანით უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ კითხვაში არ იყო საკმარისი კონკრეტიკა მოცემული და მოთამაშეებმა თქვეს გეზი და მიმართულება. თუმცა ჩემიანით კითხვა იყო არასდროს ფორმულირებული, რადგან დააკლდა აი მაგის გამო არ ჩავწვი. არ ვიცი, ჩემიანით გასაგებია, მადლობა. მეც ჩავწვიდი, სადაც. კარგი, მე მგონი გასაგებია, ერთი თროლი თქვენს სასარგებლოდ. კარგით. შეიძლება დაიწყო თქვენთვის მეგობრებო თამაში. ახლა მე ზრიალავს ხოლმე დატრიალდეს. ის დავიწყეთ ჩვენი რა დაწყეთავს. და მანამდე ქალბატონო კესო დაარეკლამეთ ჩვენი პროექტი. რო ყველა იცოდეს რა აქ საქმე პროგრამებს ჩვენ აქ. ანუ ზრიალია არაფერს არ ჩამოშორდა ნამდვილად სატელევიზიოს არაფერს არ ჩამოშორდა. უკეთესი ხო? უკეთესია და ვფიქრობ და subscribe-ს და like-ს ამით არის მაგრამ ჩარვიცარებაში და წამყვანებსაც უფრო მეტი мотивация ექნებათ რომ გადაიღო ახალი ვიდეო. ასეთი პაკეტები მოაქვს რომ ასეთი არაჩვეულებრივი რასაც ბატონი ნიკოლოზი არ ეთანხმება. კარგი, ზრიალა ახლა გაჩერდება და ახოთ რა იქნება მეორე შედეგი. მაქსიმალური კონცენტრაცია. ზემოწანა გვაქვს. მოემზადეთ მეგობრებო. ეს შეკითხვას არის სტანდარტული შეკითხვა. ჯერჯერობით ისევ იღბლიანები ხართ. კარგით, მეორე შეკითხვა. ერთ ნაკლებად ცნობილ ფილოსოფიურ ნაშრომში აღნიშნულია რთულია მოიძებნოს ბიბლიასა და მითოლოგიაში ისეთი მონათესავე ბედისწერისა და პიროვნების მქონე ადამიანების წყვილი, როგორიც X და Y-ია. მათზე აღნიშნულია, რომ გასაკვირია, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ასეთი ძლიერები, რომ ბუნებრივი სიკვდილით მოკვდნენ, რადგან მათი ბედისწერა თითქოს აუცილებელი თვითმკვლელობაა. თუმცა ორივე მათგანი სინანულმა გადაარჩინა და მათი სინანული უკავშირდება თვალებს. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ X-ით და Y-ით. აი მითოლოგიაში სხვა შეიძლება
იყოს რო უთხრა რომ უკან არ მოიხედო თორემ მოიხედო შენ ის ლოტის სოდი ხო? ხო, მაგრამ იმაში მითოლოგიაში კიდე რა ვინა და მათი ბედიც ადამიანებმა ხო რატო გადა? თვალები რატო? ადამიანის თვალები რატო? შეიძლება გორგონა და ლოტის სოდი ხო რა? გორგონა ბიბლიაში არის კაცო, ის მითოლოგია და ფოლოგია, ყველაფერს არის რა. აი ქალაქიდან, ის სხვა რა მოიცა ერთი გორგონა და მეორე ის აი ქალაქიდან რო გამოდიან და უკან რომ მოიხედო ეს სვეტევა და ხო და ეგა ლოტის ცოლია, ლოტის ცოლი და გორგონა. და ესე ბუნებრივი გორგონას გორგონას ხდება ხო წამებით ხო არის კიდევ შეიძლება იყოს მითოლოგიაში თვალები რატო ლაზარე მახსენდება ბიბლიიდან ეგეთი რომ მომდა რაღაც ეგეთი ხო რა თვალები ციკლოპი ხო რა მაგალითად ბიბლიაში ციკლოპი ხო რა ბერძნულში და ბიბლიაში მეგეთი ხო რა თვალები ციკლოპი რატო 12 მოციქული და ხო ბუნებრივი სიკვდილით მარტო ერთი მოკლა მაგას აი მოკლა მაგას მოიქს რომ მოკლა რა მაგას არა 12 პეტრესავით მე სამჯერ ხო რა მითოლოგიაში მაგრამ არა თვალები რატო თვალები გორგონაზე კაი ნიშნება და აკავებს და მაგითო რა ვინ შეხედავს და გორგონა და მოიცურა ბატონო კაპიტანო აი ძალიან ლოგიკური შეკითხვა რომელიც ალბათ თავიდან მეუდა დაგესვათ აი ბოლო წამებზე გავიგე რატომ თვალები კარგით მიპასუხეთ ან შეგიძლიათ გამოიაროთ დახმარება გუწუდა ვკითხო გადავხედოთ ხო ვისაც აირჩევთ მე ხო შეკითხვას გავმეორებ უბრალოდ ხო და უპასუხებ მე და თქო გამოვიდა შეკითხვა კი ბატონო ერთ ნაკლებად ცნობილ ფილოსოფიურ ნაშრომში აღნიშნულია რთულია მოიძებნოს ბიბლიასა და მითოლოგიაში ისეთი მონათესავე ბედისწერისა და პიროვნების მქონე ადამიანების წყვილი ну წყილზეა საუბარი მითოლოგია ბიბლია ერთიდან მეორე როგორც იქსი და იგრეკია მათზე აღნიშნულია რომ გასაკვირია როგორ აღმოჩნდნენ ისეთი ძლიერები რომ ბუნებრივი სიკვდილით მოკვდნენ რადგან მათი ბედისწერა თითქოს აუცილებელი თვითმკვლელობაა როგორ აღმოჩნდნენ ისეთი ძლიერები რომ თავი არ მოიკლეს და სხვანაირად მოკვდნენ თუმცა ორივე მათგანი სინანულმა გადაარჩინა და მათი სინანული უკავშირდება თვალებს. ამითაც კი გვანან ერთმანეთს. ალბათ ყველაზე მეტად ამით. თქვენ უნდა მითხრათ, ვინ არის ეს მონათესავე წყვილი, ნუ სულიერი მონათესავე წყვილი. მითოლოგიიდან და ბიბლიიდან. გისმენთ? სამწუხაროდ გუნდი ვერ მივიდა ქართულ ვერსიამდე. ამიტომ ვიტყვი უბრალოდ რაც გამახსენდება ხო თვალებთან მიმართებაში მეტნაკლებად კი ბატონო ერთი იყოს ოდისევსი და მეორე იყოს ლოტი პასუხი მიღებულია მოისმენთ სწორი პასუხი რომლის გაგონების დარავა თქვენ ძალიან გულით აღწევთ აქ ბევრი მიჩნდება იყო მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი იყო ბედისწერა პირველი მითოლოგიური პერსონაჟი რომელმაც ლიტერატურის მაგრამ უფრო მითოლოგიური რომელმაც სინანულის გამო თვალები დაითხარა იყო ვინ? ოიდიპოსი და მეორე რომელმაც ძლიერ შეცოდა ბიბლიის უფრო კონკრეტულად სახარების თანახმად თუმცა იუდას ხვედრი არ გაიზიარა და სინანულით გაუკლავდა ამ ცოდვას და იმდენად ნარობდა რომ ხედველობა დაუქვეით და ტირილისგან და თვალებზე ცრემლებისგან ღარები ჰქონდა ეს არის პეტრე მოციქული პეტრე სწორი პასუხია ოიდიპოსი და პეტრე მოციქული თუმცა არა უშავს აზარტისთვის შვედიერი გაგრძელება ოიდიპოსი თვალები დაითხარა ხო ოიდიპოსი მაინც პირველ რიგში უნდა გაგრძელებოდა კარგით სრიალა დატრიალდება მანამდე შეახასებდა რომ მეორე შეკითხვაზე რომელიც აი რომელ შეკითხვაზე გული გამოიწვია იმ შეკითხვაზე უფრო საინტერესოა შეფასების მოხდენა ჩემი ოიდიპოსი აუცილებლად გავუსწრებავი და პეტრეს ისუსი როგორცაც ითხოვეს კარგი კითხვა იყო საკმაოდ და მანო მოვედავდეთ არა უშავს სწორედ შედეგი გაუმჯობესებას
მოდიო ბალატობს ჩქარაობა წოდეთ შეკითხვა. კვლავ სტანდარტული შეკითხვა. ურადღებით მოისმენთ. ქართულ ენაში სიტყვა დახურვა გამოითქმოდა განსხვავებული ფორმით. ის გამოიყენებოდა მაშინაც, როცა მაგალითად მთელი პროცესები დასრულდებოდა, ასე ვთქვათ, ჭურჭელი შეივსებოდა, მეტაფორულად რომ ვთქვათ, და საჭირო იყო მხოლოდ თავზე დახურვა. ანუ დასკვნითი აქტი. ეს აქტი ყველა ჩვენგანს აქვს განცდილი საკუთარ თავზე. აბსოლუტურად ყველას. ამ საბოლოო აქტს ერქვა და დღემდე ჰქვია დახურვა. ოღონდ ძველი ფორმით, რომელიც თქვენ უნდა აღადგინოთ. ურადღება კითხვა წუთის შემდეგ მოპასუხე მითხრას ამ აქტის შედეგად მიღებული თავისი კონკრეტული პროდუქტი. თუ გეტყვით, რომ ჩვენ შეკითხვაში პასუხი უკვე გავაჟღერეთ. დრო აი ერთი ღვინო მეკონა რატომღაც რო ფერზე ახურავენ თავს და პროდუქტი ეგარი შეგვიძლია. ყველა რაიონკეთებია ყველას. პროდუქტი უნდა ვთქვათ, ხო? აი პროდუქტი და ნებისმიერი ღვინო რა ქათითი ნებისმიერი ღვინო აღაში. ეს შეკითხვაში გამოჩნდა. პროდუქტი? ხო, აი პროდუქტი ჭურჭელია. ყველა რაიონკეთებია. და კითხვაში ხო პირდაპირ არ გამოჩნდებოდა იხა. რაღაცა ის არის ალეგორიულად უნდა იყოს. ჩიკიში დამთროობა. არა, პროდუქტი ვითარით, პროდუქტიო. ავი თუ ღვინო მაშინ ნებისმიერი განცდილი დალეული ყველა გვაქვს და რა ვიცი. არა, ეს არ ეხება მაგალითად. ეს პროდუქტი შეიძლება იყოს არამატერიალური, მეგობრებო, შეცდომაში როგორ შეხვიდეთ, შემოგაშველებთ. გადაწყვეტილების მიღება ხო არა რაღაც პროდუქტი რა. პროცესებიო და დაბადება ხო არა უფრო ბავშვში. ძილი ხო არა ვარ თვალების ნახუჭა და აი არ ვიცი. ახამხამება თვალების არის პროდუქტი რატოა? განხურვა დაძინება თვალების ნახუჭა და დაძინება ვიცი რა. რო ჩვენ რაღაც თავისი მიღებული პროდუქტი არის ეს რა ამ აქტის შედეგად რაღაცა პროცესები მიღებული პროდუქტი. პროცესებიო და სიზმარი ხო არ შეიძლება იყოს საერთოდ და თვალების ნახუჭა ის დახურვა და პროდუქტის სიზმარი არამატერიალურია. თქვა ხო არ გეტყვა და არამატერიალური უნდა უთხრათ. და დახურვისას რა სიტყვა სულენია? ანუ არამატერიალურია. დრო მოიწურა. ბატონო კაპიტანო. დიახ, ბატონო კაპიტანო. რას გადაწყვეტ? მე story version არ გამიგია, თუმცა გავიგე story მიმართულება, საერთოდ რაც ასულიყავით, გაიჟღერა ამან, თუმცა დიდად ყურადღება არ მიაქციეთ. ახლა კი გადაწყვიტეთ. უპასუხეთ, დახმარებას აიღებთ თუ რა სიდავთ? Так, ხედავ დარბაში დახმარების მსურველებს და ავიღოთ? ავიღოთ მე. კითხვა გავიმეოროთ. კარგით. მოკლედ, ქართულ ენაში სიტყვა დახურვა გამოითქმოდა განსხვავებული ფორმით. ის გამოიყენებოდა მაშინაც, როცა მაგალითად მთელი პროცესები დასრულდებოდა, ასე ვთქვათ, ჭურჭელი შეივსებოდა და საჭირო იყო მხოლოდ თავზე დახურვა. ანუ დასკვნითი აქტი. ეს აქტი კი ყველა ჩვენგანს აქვს განცდილი საკუთარ თავზე. ამ საბოლოო აქტს ერქვა და დღემდე ჰქვია დახურვა. ოღონდ იმ ძველი ფორმით, რომელიც თქვენ უნდა ავადგინოთ. სინამდვილეში ეს სიტყვა არის დახურვა, მაგრამ ჩვენ დღეს სხვანაირად ვამბობთ და არ ვიცით, რომ ამას ნიშნავს. წუთის შემდეგ მოპასუხე მითხრას ამ აქტის შედეგად მიღებული თავისი პროდუქტი. გისმენთ? დარქმევა იყო სახელის დარქმევა. სახელის დარქმევას ქვია ეს ანუ აქტი არის სახელის დარქმევა. როდესაც ადამიანს სახელი ერქმეოდა, იქნებოდა სრული ანუ ადამიანი რა. ანუ სახელი ადამიანი იბადებოდა. ხოლო აკდა სახელი, რომ შეიმიღო სახელი. დარქმევა იყო ძველ ქართულად დახურვა და
შეკითხვაში ამოსავალად სახელით რომ იმართო. თავისი პროდუქტი ალბათ სახელია საკუთარი. სახელი გვარი აი სხვა რამე ვერსიები ხო? ნათლობა. ნათლობის დროსაც სახელს აქვს. დრო აღმოიწურა ბატონო გიორგი. კითხვას მეგონა. დარბაზის დახმარებით შევესწრებით ავიღოთ ეს შეკითხვა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საუბარი არის სახელის დათქმევაზე. მიპასუხეთ პროდუქტი, რომელიც აი მაგალითად თქვენ გაქვთ განცდილი საკუთარ თავზე. სახელი გიორგი. გიორგი. დიდი მადლობა დარბაზს პირველ რიგში. მე გავიგე რომ გუნდის დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა დარბაზის ვერსიას. ხო, ასე იყო თუ ისე, მოკლედ ძველ ქართულად, როცა პიროვნება იბადებოდა, აღქმული იყო, რომ მთელი პროცესები უკვე მოხდა და საჭირო იყო ამ სავსე ჭურჭლისთვის თავზე დაგვეხურა და არქმევდნენ სახელს. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია. დახურვა ძველ ქართულად არის დარქმევა. დიდი მადლობა კონკრეტულად ბატონ ირაკლი შარაშიძეს. მე ვიცი რომ ძალიან ძველი ნაწილი ახავს ავადამიანს და და ვიცი ავადამიანი ძალიან კარგი. ჩვენიერი გაგრძელება იყო, ახლა რეალად ატრიალდება და მე მინდა ბატონ გიორგი ფეიძეს ვიქო, ბატონ გიორგი როგორ ციკლს შეუცვლით სათაურს ან სასასრულს. დიახ. ეს სათაური ან დასასრული არა? ეს ხისალები სამას კეთასაც ვიცენ და შემდეგ გასწრები გქონდეს. ძალიან საინტერესო პასუხია. კარგი, ანგარიში ამასობაში 2-1 კლუბის სასარგებლოდ და ნახოთ რა არის ჩვენი მესამე შეკითხვა. და რამდენად სტანდარტული შეკითხვა აღვივა. კვლავ სტანდარტული შეკითხვა. გიმართლებთ მეგობრებო. მოისმინეთ მეოთხე ყველის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია, რომელსაც ქვია Beat Wallflowers, თუ რამეს მოგხსენთ, როცა იკვლევს, ეს კომპანია იკვლევს, შეუძლია თუ არა X შეცვალოს ყველის გემო. მართალია ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად შეუძლია ყველის გემოს შეცვლა, მაგრამ გარკვეული ცდების შედეგად დადასტურებულია, რომ მას შეუძლია შეუცვალოს ხასიათი და თვისება წყალს, დასალევ წყალს, სასმელ წყალს. თუკი ყველის შემთხვევაში ეს ცდები გაამართლებს და მისი გავლენა გემოზე დადასტურდება, ეს იქნება გადატრიალება გასტრონომიაში მაინც. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ჩვენთვის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც ასევე აწარმოებდა დაკვირვებას X-ის გავლენაზე ცხოველის ზრდის პროცესში, რათა არ ჩამორჩენილიყო მეცნიერებას დრო. ვიცი, მუსიკა. მუსიკა ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟი ვინაა? პერსონაჟი უნდა თქვა. ფერმის გამგე. ვინ მუსიკა და ფილმს ქართული ფილმი გაიხსენე. ისა კაცო, ხორებს მუსიკას უხდავს და რო აჭოს, რა ქვია, მუდიპლომოსაცი თუ არა. და იმას აკეთებ, ფერმერი ვარდენია, მაგენა? ვარდენია? არ ვიცი ზუსტად. ვარდენი ის არის კაცო, ვარდენი ის სიზია. ფერმერს აკეთებ, ორკესტრით რომ აი გონი ტალღანი ფერმის გამგეს შაბიტლის, რომელიც არა, მოდი ვიფიქროთ, სახელს ვიფიქროთ ერთ წამს. არ მოდი. რაჟდენი, რა ვიცი. რაჟდენი ხომაკაც გონი. ანუ პერსონაჟი მივხვდით ხო, მიახვედით. ეს კი წყალს შეუძლია, წყალზე შეუძლია იმოქმედო. ეგ არის მუსიკა, შეიძლება. კლასიკურ მუსიკას. ხო, ორკესტრი მუსიკა შეიძლება მას უთავო. კლასიკურ, მოცარტი. შეიძლება როკი უკეთესად. აი ეს არმენიელი ფაფები. ზუსტად კითხო. რაჟდენი ციფრად ვიცი. პასუხი თქვენ. ან პარმენი დრო მოიწურა. არ გაბადიებთ
ამ პერსონაჟის სახელის არცოდას ბატონებო და კაბატონო. აბა გისმენთ. მე მაინც დიდი იმედი მაქვს რომ თუ ჩვენ ზუსტად დავასახელებთ პერსონაჟს მაინც ვაპატიებთ თუ მის სახელს არასუსტად დავასახელებთ, მაგრამ ეს არის ფილმი უდიპლომო სასიცო, საუბარი არის ფერმის გამგეზე, რომელიც ცდილობს სხვათა შორის ეს არ იყო არამეცნიერული და ახლაც ბევრი მეცნიერი ცდილობს ამ ხერხების გამოყენებას, ანუ კლასიკური მუსიკის გავლენა პროდუქტიულობაზე პირუტყვის, ხო? ამ შემთხვევაში წყალზეა საუბარი და ჩვენ ვფიქრობთ ეს უნდა იყოს რაღაც ისეთი სოციალიზმიდან ისეთი ქართული სახელი და მაინც ვფიქრობ რაჟდენზე, თუმცა ვფიქრობ რომ წამყვანმა უნდა გვაპატიოს თუ სახელი არასდროს დავასახელეთ თუ ვიცით ვინ არის. მიღებულია პასუხი. X-ი რა თქმა უნდა არის მუსიკა ხველის გემოზე, რამდენად ახდენს ან მოახდენს მუსიკა გავლენას ამას აკვირდებიან. ხოლო ის ვინც მუსიკის გავლენას აკვირდებოდა ცხოველის ზრდის პროცესში, თან ყვებავდა ცხოველებს, თან წორიდა, თან ორკესტრის მუსიკას ასმენებდა ფერმაში. ეს არის ნიკოლოზი, რომელიც ცდილობდა არ ჩამორჩე ქვეყანა გამეცნიერდა, მე რატომ უნდა ჩამორჩე, ეს არის მისი დევიზი. სწორი პასუხია ნიკოლოზი ფილმიდან უდიპლომო სასიცო, ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. არ გაბანიებთ ეს ფილმი, თავია მივხვდა ვიზე იყო საუბარი. მაგრამ მიკროინფარქტი უკვე არ არის. ჩვენს ლიგაში თავარია გამოიცნოთ ლოგიკა. რა თქმა უნდა, მეგონა რომ უფრო ისე ზარღვიანი სახელი ეწმებოდა, ხო რა? ნიკოლოზი. კომუნისტური. შეიძლება ეს პერსონაჟი არ მოწონდა თვითონ რეჟიმს და ამიტომაც არ ქვია ზარღვიანი სახელი. ადრავე ამის გავსა. კარგი, სრიალა დატრიალდება, ჩვენ კი შეგვიძლია დავარქილოთ ხელობა და 100 ბატონო თავი კიდევ რომელი სხვა ქართული ფილმის პერსონაჟზე იწურებდით მოწურიყო შეკითხვა სპექტებიდან რომელი პერსონაჟი ამაზე შეკითხვა არ გვაქვს სამწუხაროდ თუ საბედია კარგი ანგარიში 3-1 გუნდი არაჩვეულებრივად მიდის ნახოთ იქნება თუ არა ზრიალა კიდევ თქვენს მხარეს ზრიალა რომელიც გაჩერდა რომელ შეკითხვაზე გიორგის მიმართულებით მოვიდა სტანდარტული ხო მე უკვე მეშინია იმ გუნდების ნაცვლად ვინც რჩება მარტო ბლიცების ამარ და შავი ხუთების ხვითელი ხუთების მაგურებელმა რომ იცოდეს ჩვენს ლიგაში ჯერ არ ამოსულა მაგრამ შავი ხუთის ნაცვლად გვაქვს ხვითელი ხუთი სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად კარგით კონცენტრირდით მოისმინეთ შემდეგი შეკითხვა ერთ-ერთი ფავორიტი შეკითხვა მთელს პაკეტში ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის კავაის, ანუ ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის, რომელსაც ქვია კავაი, მკვიდრ ჩიტებს, ერქვათ კავაი ო. ნუ ეს ინფორმაცია კითხვისთვის დიდად ფილტრად არ გამოდგება. ამ ფრინველებს სჩვეოდათ სიმღერა დიდი პაუზებით. ისინი აკეთებდნენ პაუზებს შუა სიმღერაში. საბოლოოდ კი სიმღერას აუცილებლად წყვეტდნენ. ბოლომდე არ მიხავდათ. თუმცა ეს ჩიტები 1987 წელს გადაშენდნენ და ამავე 1987 წელს ეს სიმღერა არ შეწყდა. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ აბსოლუტური სიზუსტით რატომ აკეთებდნენ პაუზებს ეს ჩიტები სიმღერის დროს? ჩასუნთქვა რა, ეს მოხმურები უნდა იყოს ჩასუნთქვა, რომ არის მაგათ შიტმა ჩაიყვანა.
იმიტირებას აკეთებდნენ რაც ის მონდათ ისინი. კაჭკა ჯაფარა იდენტიფიცირებული, მაგრამ ეს გამოგონილი არ მართლა არსებობს. შოვა მასტომი გო 87-ია. 87-ში კი ქვენი ცოცხალი წესით. ხო, და სულ მაგრამ ჩიტები აკეთებდნენ. არა, კითხვა არ იყო რატო აკეთებდნენ მაგას. რაღაც ფიზიოლოგიური მასწავლებელი თქვა. ხო, არის მიზეზი კუნძულის სავიზიტო ბარათია და რაღაც იგივეა რა. სიმღერა დიდი პაუზებით რა. კითხვა ჭკითხა კავაი და ქვინი ხო და მაგრამ ექს კითხვა ქვინა ხوار ჩატრა კონცერტი კავაი შემთხვევაში. ხო და შეიძლება ეს რა აუზას რატო აგეთ? ანუ სავარაუდოდ ვიღაცა იყო ხო ეს ჩასული კონცერტი ყოლა მათი ევოლუციის შანსული ქვის ხო არ არის რა. ქვინი ცოცხალია მაგდროს და შეიძლება ჰავაიში ხონდა ჩაიზუნა და შეწერა და მორე გაგზელდა. ხალხი ქეროდა და ჩიტება ხალხი აღესწავლა. მეორე სუპარული მასნა. დრო ბატონებო დრო. გისმენთ. ამოვწურეთ, ხო? დარბაზი ამოვწურულია. პროდუქტიული დარბაზი ამოვწურულია. ხო. უპასუხებს გიორგი მასალკინი თქვენ თავად აიღებთ კაპიტალური გადაწყვეტილებაა ხო არ ჩაგდება ესე იგი ჩვენი აზრით კითხვის გამეორება ყოფნა ნება კი ბატონო ისეთი საინტერესო მე თვითონ შეამოვლებს ის ჰავაის ერთ-ერთი კუნძული კავაის კვიდრ ჩიტებს რომელთაც ერქვათ კავაი ო ჩვეოდათ სიმღერა დიდი პაუზებით. ნუ როგორც წინა დასმისასაც აღნიშნე, ეს სახელები აქვს გვაძლევს უბრალოდ ინფორმაცია. ამ ფრინველებს ჩვეოდათ სიმღერა დიდი პაუზებით. ისინი აკეთებდნენ პაუზებს შუა სიმღერაში. საბოლოოდ კი სიმღერას აუცილებლად წყვეტდნენ. ბოლომდე არ მიხალდათ. თუმცა ეს ჩიტები 1987 წელს გადაშენდნენ და ამავე 1987 წელს ეს სიმღერა არ შეწყდა. თქვენ უნდა დამისახელოთ აბსოლუტური სიზუსტით, რატომ აკეთებდნენ პაუზებს ეს ჩიტები სიმღერის დროს. გისმენთ? ჩვენი ვერსიით ჩიტები აკეთებდნენ პაუზებს, იმიტომ რომ ამ პაუზის დროს სხვა ჩიტი უნდა აკოლოდო იმავე სიმღერას და ასე უნდა გაგრძელებულიყო ეს მუსიკა, ანუ შოუ უნდა გაგრძელებულიყო, ანუ შეიძლება რატომ გასაგებია მიღებულია სხვას უნდა გაეგზელებინა, რატომ უნდა გაეგზელებინა იმ სხვას? ნუ ჩვენი სიტუაცია იყო 87 წელს აი ეს მე მგონი show must go on გამოვიდა თუ დაიწერა სიმღერა. მაგრამ ჩიტებს ხო ეს არ ეწოდებოდა. არა, მე რას ვამბობ. ჩიტს არ ყოფნიდა ეს მეორე ჩიტი, ამით ესე იგი მე ის როგორც პარტნიორის არჩევა შეიძლება ხდებოდა ამის მეშვეობით. მე გეძილა გასაგებია მიღებულია. ეხლა მოისმენთ სწორი პასუხი. ბრავო. 1987 წელს ეს ჩიტები გადაშენდნენ და ნუ როგორც წარმოგიდგენიათ, სახეობის გადაშენება ბოლოს უნდა დარჩენილიყო მხოლოდ ერთი. და არსებობს ძალიან საყვარელი ჩანაწერი, როგორ ჭიკჭიკებს ეს ჩიტი და ბევრ პაუზას აკეთებს, რომ პარტნიორი ძიებაში ვინმე გამოესწავლოს, მაგრამ არავინ არ გამოესწავლოს, ეს პაუზია. აკეთებს პაუზას, რადგან გააგრძელოს იმან, ვინც მისი მეწყვილე იქნება შემდეგ, უბრალოდ გააგრძელოს ის იქნება მისი მეწყვილე. ბრავო. Ideea da creada da adunat impracurent amorținez bătătul Gheorghi și a venit să zic o abțineva, o samașe
შეიძლება და აკომბინებს არასასრული ინფორმაცია. კარგი. ახლა დაბარა არის შემდეგი შეკითხვა. აი, შევაგვიერთდა კიდეც შემდეგში მოვისმინოთ მისი კომენტარი. მარად კეთილგანწყობილი ადამიანის კომენტარი ამ რთულ ვითარებაში. ეს კითხვა უნდა ავიღოთ ნებისმიერ შემთხვევაში. ანგარიში 4-1. სტანდარტული შეკითხვა. მე-6 სტანდარტული შეკითხვა. იაპონურ კულტურაში სამურაი და რონინი ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვებია. მხოლოდ ერთი პატარა განსხვავებით. რონინი იყო X-ი. X საზოგადოება არსებობდა საქართველოშიც. მაგალითად, X სვანეთი იწყებოდა სოფელ ხაიშთან და მთავრდებოდა უშგუნში. თითქმის ბოლო სოფელში. X-ის სტატუსის წართმევის ყველა მცდელობა მთავრდებოდა კრახით და ეს მცდელობები ძირითადად მეფის პირადი ძალაუფლების შესუსტებით გაძლიერებულ თავადებს ეკუთვნოდათ. ყურადღება, კითხვა. წუთის შემდეგ აბსოლუტურად ზუსტად დამისახელეთ X-ი, რომ მეფეს არ ემორჩილებოდა იმპერატორს. რონისა და სამურაის შორის განსხვავებისა, რონინი არის სამურაი, რომელსაც მოუკლეს უფროსი, მისი ფეოდალი რა. ხო. და სვანეთი რა რონინი არის რაღაცა შეცხვენილი სახელია, სიცხვილია მისი, რომილიო დაგარკვეს, ესე იგი სიცხვილი და შენი კი მოკლეს ფეოდალი. ხო და X-ი წარაკლეს, სიცხვილი რატო აი? იმიტომ რომ მოგიკლეს ვისაც ექვემდებარები. ხო, შენი ზემდგომი. მაგრამ სვანეთში იყო აქედან აქამდე ეს რას ნიშნავს? ამის იქეთ თავდებოდაო და თავადობა კი თავდებოდა. მოიცა, თვითონ ეს ბატონყმობა. არა, სამურაი ჩვეულებრივი ფენისა წარმოგიდგენთ, რონინი ცოტა მაღალი სვანი. არა, რონინი აქომასაც ზემდგომი მოკლეს და შეცვლილი. ამ რაში გამოდის, რომ ეს რონინი ხდება თავისუფალი, ხო? და სვანეთიო და სვანეთი როგორ ის არის, ხო, დასაძლევა. არავინ არავის უფროსი არაა, ხო? არავინ არავის უფროსი არაა, უფროსო ის გამოდის რა. ხო, იქ სვანეთი ყველა უფროსები არ იყვნენ სვანეთში. სვანეთში არ იყო რა, თავების თავის ამისახელეთ ისო რა. რა, X-ები. რონინები იყვნენ X-ები. უფროსო არა, ეს რა. თროა მოიწურა ბატონო კაპიტანო, გისმენთ? ბატონო წამბა. გუნდს ხო კაპიტანს. ხოლოდ შეკითხვის ფორმულირება გაგვიმეორეთ. კი ბატონო. წუთის შენ, ნუ აბსოლუტურად ზუსტად დამისახელეთ X-ი, ანუ ეს სტატუსი. სტატუსი. კი ბატონო. უპასუხებს გიორგი. გისმენთ ბატონო გიორგი. მოკლედ, ანუ ჩემი თანაგუნდელი სამეხმარა და რომისა და სამურაის შორის განსხვავება ის უყურეთ და ის არის, რომ როგორც ვიცით, სამურაი, ანუ იცავს ფეოდალს. და რონინი არის ის შექმეული სამურაი, სახე რომელსაც მოუკლეს ფეოდალი. ბატონო. და X-ი თავდებოდა სადღაც სოფელთან იწყებოდა ერთ სოფელთან ასეთი სვანეთი, მაგალითად. თუმცა მარტო სვანეთი არ ყოფილა ასეთი. გისმენთ, აბა ეს სტატუსი დაასახელეთ. ესე იგი ისეთი ადგილი იწყებოდა, რომელიც არ ექვემდებარებოდა მეფეს, ანუ იყო თავისუფალი უფროსი, ანუ უფეოდალი კი არა, რა ვიცი რა. უმთავრო. ხო. კარგი, მიღებულია პასუხი. თვითმმართველი ასე რომ. მიღებულია პასუხი. თუმცა მე მიკვირს ზუსტი სიტყვა როგორ არ გაგახსენდათ. როცა ეხება რა თქმა უნდა, სწორი პასუხია უბატონო, თუმცა კიდევ ზუსტად დაასახელეთ მეფისგან გამოუყენებელი, ბატონისგან გამოუყენებელი, ავტონომიურად თვითმმართველი, რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია. უბატონო, არაერთი კუთხე ჰქონდა და რონის ნიშნავდა უბატონო სამურაის. 5-1. ისევ ყოველგვარი ბლიცის, სუპერ ბლიცისა და ყვითელი ყუთის გარეშე. არაჩვეულებრივად ვიზივართ. სრიალას დატრიალება უკვე თქვენ აღარ გაშფოთებთ მოთამაშეებს, იმიტომ რომ ძალიან თქვენ ხარეზეა. ვინც აქამდე ითამაშა და თამაშობს. კარგი. მანამდე კი ბატონო ლიკა, მედაჩემ მცირე ბლიცი ხომ არ გვეთამაშა.
ძალიან კარგი. მოემზადეთ სამი პასუხები. შაში თუ ჭადრაკი? ქერა თუ შავრევანი? კრისტალი თუ იზოლდა? თელავი თუ გურჯაანი? ისანი თუ მიცუბიში? ჯეკი-ჩანი თუ ბრუსლი? უილ სმითი თუ ოსკარის ცერემონიის წამყვანი? რასადროდის თუ სადრაროდის? ჩვეულებრივი პასუხები იყო. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი შეკითხვები. აბა შეიძლება მოგწევიო, ფერა ერთში ეს არის პოსტორი. რა მოვიდა. ვაი. შეიძლება სტარტატული შეკითხვა. არის არიცი. ხო, თუმცა ლოგიკურიც იყო, რადგან ეს დანარჩენი არასტანდარტული შეკითხვები ბევრად უფრო მცირე რაოდენობისა და ახლა უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას, რატომ იქვეშ ასე, რომ პირველი სტანდარტული ამოვიდა. კარგი. უდიდესი შანსი გაქვთ, რომ ამ სეზონის გამარჯვებულები გახდეთ, ამიტომ 1925 წლის 25 დეკემბერს თავი ჩამოიხრჩო რუსმა პოეტმა სერგეი ესენინმა. მისმა ქართველმა კოლეგამ და მეგობარმა ის ასე გამოიგლოვა. ამხანაგებო თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს ყველა მიცოდეს სხვა პოეტებში ესენინ ყავდა ძმად ცისფერ ორდენს. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს ქართველი პოეტი. გალაქტიონის პოეტი. ცისფერ ყანწელი. ლოგიკა უნდა მივდეთ. აი ამხანაგებო პარტიული პოეტი ხომ უნდა იყოს. ცისფერ ყანწელი მენებიდნენ. ლეონიძე იყო. თან კომუნისტი იყო. პაოლოს უცხალია ამ დროს. პაოლო შეიძლება იყოს, მაგრამ პაოლო რატო ითხოვა თავები დაგორდა? ის რო იყო რა ქვია. რაღაც ძალიან გალაქტიონობა დიდად არ გამიგია ესენი. აი ტიციანის უფრო გამიგია. ტიციანი, პაოლო, კიდე ვინაო, გაფრინდაშვილიც ცისფერ ყანწელი იყო. აი ერთამი ეს იცოდეს ესენის ყავდა ძმა ორდენს თუ მანელაში ჩვენი თავებიც დაგორდეს. ხო ერითმება სავარაუდოდ ერითმება პრეზიდენტი ერითმება არა რიჩი უნდა ჩააჯინოთ ვიღაც როგორ თავდება იცოდეს ესენის ყავდა ძმა ორდენს და როგორ არის თავდება ანუ რა ოპციონი ხო და მისი სახელია და ყარ ერითმება ცოტა დისიდენტი პოეტი არის სამე ეგეთი რომელიც ელოდებოდა რაღაც ხო ანტიკომუნისტი პოეტი ხო არის ანტიკომუნისტი პოეტი მიხახელაშვილი ხოდა არა დრო ამოიწურა ბატონო გიორგი. მაცისფერ ყანწელი არის. გისმენთ ვინ პასუხებს? მე მაგ გონივრული ეჭვი რომ თქვენ არ გვიპასუხებთ შეკითხვაზე რა თქმა უნდა. რადგანაც ქართულ პოეზიაში ძალიან მოვიკოჭლებ, ამიტომ შეკითხვით გადავდივარ ცოტნესთან. ბატონო ცოტნე. ბატონო კითხვას თავიდან გამიორებ. კი ბატონო. 1925 წლის 25 დეკემბერს თავი ჩამოიხრჩო რუსმა პოეტმა სერგეი ესენინმა. მისმა ქართველმა კოლეგამ კი და მეგობარმა ასე გამოიგლოვა იგი. ამხანაგებო თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს, ყველა მიცოდეს სხვა პოეტებში ესენინ ყავდა ძმად ცისფერ ორდენს. თქვენ უნდა მითხრათ ამ ლექსის ავტორი? რატომღაც მახსოვს 25 დეკემბერს გონივრული მინიშნება და ანტიციანი მოკლეს 25 დეკემბერს, მაგრამ აი არ ვიცით ამ გალაქტიონი გადახდა 25 დეკემბერს. არა, არის მორჩა შეიძლება ტიციან ტაბიც. ტიციან ტაბიც. კი ბატონო. საბოლოო ასევე რეპრესირებული წერალი უნდა იყოს, ცისფერ ყანწელია და 37-ში მოკლეს. ვიღო ეს პასუხი. კარგი, ხო ის მე სწორი პასუხი. თუ ღრმა ღელეში ეს იყო ერთი მინიშნება და რა თქმა უნდა ცისფერი ორდენი მეორე მინიშნება. ღრმა ღელეზე ვინ უნდა გახსენდეს? ორბირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. სწორი პასუხია ტიციან ტაბიძე. ბრავო!
გონი არავინ არ მოელოდა. არც ჩვენ. ამიტომაც წინასწარ არ უნდა გააკეთო პროგნოზები, მით უმეტეს ამ თამაში და საერთოდ არც თამაში ვარგა ეს. კარგით. ჩვენ რა თქმა უნდა თამაშის შეფასებას დავიწყებთ ალექსანდრე ძირანის ექსპერტის ერთადერთი წარმომადგენლის იოსი შალოლაშვილის შეფასებით. ცნობებს მოიხმარეთ ისმეთ ბატონო იოსი. საოცარი თამაში იყო, მადლობა წამყვანს თანაშრომდა ექსელს. ეს შედეგი წარმოუდგენელი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე სავარაუდოდ მათთვის. რადამჩენია იმის საკარდა რომ მივუღოცო და წარმატება უსურვო. საუკეთესო კითხვა ჩემი აზრით იყო ბოლო შეკითხვა ტეციანზე, რომელიც ცოტნე ჩვენებად გამოიცნოდა. ამის გამოც საუკეთესო მოთამაშე, დღევანდელ თამაშმე ცოტნეს დამასახლებდი. ბრავო! ალია კარგი. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეაფასოს თამაში, თან აუცილებლად უნდა გამოავლინოთ საუკეთესო შეკითხვა და საუკეთესო მოთამაშე. მოგესალმებით. ამ პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ესე დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ითამაშებენ, მაგრამ ამ შედეგს მართლა არ ველოდი. ანუ იმასაც აღნიშნავ, რომ რაღაც ხრივ იღბალმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ თამაში და ნუ რაღაც დამჩენია მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ წარმატებები უსურვო და მივულოცო. ამჯერად. მეგობრებო, უკვე უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ფინალის დღეს აღარაფერი დაგიგმოთ, ალბათ თუ ეს საუბარიც წინასწარი არ იქნება, ზედვე და წინასწარი. კარგით. კარგით, სხვა მოთამაშეებს ვკითხოთ. თვითონ მოთამაშეებს და სხვა დარბაზის სხვა წარმომადგენლებსაც ვკითხოთ. საუკეთესო შეკითხვა და საუკეთესო მოთამაშე. გუნდის წევრებმა საუკეთესო შეკითხვა ვკითხა მხოლოდ. მე მომეწონა ფოტოში დრონიზე მომეწონა და სამურაიზე შეკითხვა. ხო, თუმცა თითქმის ყველა შეკითხვა კარგი იყო ჩემი აზრით. დიდი მადლობა. აუღებელი არც ერთი შეკითხვა არ იყო და არც ერთი არ იყო ალოგიკური, არც ერთი არ იყო დუალის რაღაც ხასიათის, ამიტომ და თან ნუ შედეგიც კი ბატონო. ამიტომ ამ ტონს შედეგი აძლევს დიდ საფუძველს. კარგი ბატონო ცოტნე, საუკეთესო შეკითხვა. ჩემი ყველაზე საერთოდ ინტერესისმევარი ლიტერატურა და განსაკუთრებით მიყვარს ანტიკური და ქრისტიანული ლიტერატურა. და კითხვა ვერავიღე მაგაზი და გული დამწყდა და ამიტომ დავასახელებ მეორე შეკითხვას ოიდიპოსი და ეს საკმაოდ კარგი შეკითხვა. კი ბატონო, გეთანხმები. და ასევე მინდა რომ პაკეტიც საკმაოდ კარგი და საინტერესო იყო მრავალფეროვანი. დიდი მადლობა. რეალად ჩვენ ხარეს იყო, ესეც უნდა ვაკეთო. რეალად ჯერჯერობით მხოლოდ მოთამაშეების ხარესა. თუმცა იგივე ვერ მოხდება ფიზიკურად სხვა გუნდების შემთხვევაში. ბატონო დავით. კარგი შეკითხვა იყო ოიდიპოსი და პეტრეზე, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესო შეკითხვა იყო ჰავაიურ ჩიტებზე. რომელიც ჩუმაკავდა. აი ბატონ დავითს ვეთანხმები, მე პირადად. ბატონო ნიკა? ხო, კითხვები ძალიან კარგი იყო. კარგია რომ მოვიგეთ და ალბათ საუკეთესო მაინც იყო ის კითხვა, რომელმაც გამარჯვება გაბინახდა. ცისფერ პანზელებზე და ტიციანზე. კი ბატონო, ბატონო გიორგი? ჩემთვის ან მართლა ყველა საინტერესო შეკითხვა იყო, მაგრამ ჩემთვის მასაკუთრებულად ალბათ რომიზე, რადგან შეძელი კონკრეტულად არის. ძალიან მეტი ვარ ამით და გუნდს ისე უულოცო მომაჯი. კი ბატონო, უერთები ამ მილოცვას და ბატონო, მოდიში. ქალბატონო კესო? გისმენთ. ყველა ძალიან კითხვა იყო, მაგრამ გამოშვედი ბოლო კი შეკითხვას ცოტა მარაშულმა დაიბადა, ასევე ჰავაის კუნძულებზე იყო ძალიან კარგი. ბატონო გიორგი ძალიან მაგრად დაიღო, ჩვენც არ ველოდებოდით, ასეთ ვარ იყო და ნამდვილი დეუს ექს მახინა ჩაატარა. კი ბატონო. ხო, მე პირადად საუკეთესო მოთამაშე დღეს ხედავ გამიდა როგორც საოცარი ის ერთი მინიმუმ საოცრება გააკეთა ჰავაის ჩიტებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის გილოცავს გამარჯვებას თან ისეთ ზე აღმოჩენილ გამარჯვებას არა მხოლოდ ერთჯერად. კარგად ჩანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე. მადლობა,